მოკრემეტაჟიური ფილმის დასაწყისია რო ეთქია. მოგესალმებით პატრიცემონო საზოგადოებას და დღევანდელი პოსტსისტემატიკა მოპიკეთებას არ ეკუთვნის, ხო? არ ეხება უბრალოდ უშუალოდ მიმართებული არის, მიმართული არის უბრალოდ კი ბატონო, სწორად მიმჟეროთ, სწორად ვისაუბროთ, ეგრეთ წოდებული აქვადარაჯი, იმიტომ რომ გათვითცნობიერება იმისა უმეტესობას მაინც არ აქვს, რაც წარმოადგენს დივაისია, და ესეთი მოწყობილობაა, რომელსაც ქვია, ეს არის კომპლექტაცია და ეს კონკრეტულ შემთხვევაში არის სენსორი, ხო? ეგრეთ წოდებული სენსორი, გაჟონვის სენსორი. სადაც ამ სიტუაციაში მომავალი წყალი გეზი რა თქმა უნდა, ხო, ტრაპის გეგვიქნება და ვიდოსი ეს ნიშნავს იმას, რომ აი არსებულ სივრცეში კარებით არის გამიჯნული, ხა? იმ შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული, ხო? ახლა მაგრამ მინიმალური დახრა მაინც აქეთა გვაქვს. და პრინციპში ეს სენსორი თუნდაც ტრაპი რო არ ქონდეს, ეს ტრაპი კიდევ ერთ ჯოიზახი არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც. არ იქნება ტრაპი და მომონტაჟო თუ არა, პატუცებულობი იმის იმოდი შემთხვევაში თუ არ ვიყენებ, შეგიძლიათ საერთოდ ამოვაგდოთ ეს საგანგაშო ტრაპი, რომელსაც ქვია, ის არაფერს მომცემი არაა. საგანგაშო ეს ჭყალებში არის, ის არის მუშა, ეს არის ხო, საშხაფე ზონა, საგანგაშო ის არაფერს მომცემი არაა, ვინაიდან ეხლა სიტუაცია წარმოვიდგინეთ, ხო, როცა ხო, და მეტმა დაიფაროს, მაგრამ ეს სიტუაცია მაინც უნდა ვიფიქროთ და მოხდა გარღვევა წყლის, ის ეხლა მაინც და მაინც ტრაპისკენ არ იქნება მიმართული. ვინაიდან ეხლა არსებული ამ ადგილიდან წარმოვიდგინეთ ის მიმართული იქნება ამ კედლისკენ და ამ კედლისკენ იქითაც წავა, ხო? ამ სიტუაციაში რამდენი წყალი არ წამოვა, მაგრამ ეს პროცესი არ გაჩერდება. და ამის დაცვა ზუსტად ამისკენაა, აი ზუსტად არსებული დივაისი, რასაც ქვია აკვადარაჯის კომპლექტაცია და ეხლა გაჩვენებთ არსებულ ლოგიკასაც სამიმართულებაში, ამასაც იხილავთ, ის კეტავს წყალს უშუალოდ ამასობაში, ამას ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი ამ არსებულ სივრცეში მოხდა, ასეთი სივრცე გვაქვს სამი, ეხლა ამას სამედროვითაც გაჩვენებთ. და მოხდება გარღვევა ნებისმიერი სველი წერტილი და არსებული სენსორი აიქვავს ამ მიმართულებაში კიდევ ჯერ ვიზახეთ ტრაპისკენ კი ბატონო შვენიერი ადგილი არის თუნდაც თუ არა იქნება აი ამ ადგილას, იმიტომ რომ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ეს რაც არ უნდა იყოს საშხაფი ზონაა, ჰიდროიზოლაცია დაცულია, ტრაპი მithumetes 1, ტრაპი mithumetes 2 გაერთიანებული ზონაა და ჩვენ არ გვინდა რომ წყალი იქით წადის. ხო, მაგრამ ამ შესაბამისობაში წყალი კიდევ ჯერ ვიზახეთ, უნდა იყოს ფიქსირებული და კეტვით. ამ სიტუაციას ზუსტად აგვარებს, ხო, აღქმას, ასრულებს, ახორციელებს უბრალოდ აი ეს არსებული სენსორი, გაჟონვის სენსორი, კომპლექტაციის და მთავარი ვინტელი არის შემოსველი, ხო, მთავარი ვინტელი შემოსველი, აი ზუსტად რომ წარმოიდგინოთ ზუსტად ის დაბოლოების ვინტელი, აქ არაფრის გადამრჩენი არა, ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახი გაასხავს და ის უნდა გავაჩეროთ, სახში არ ვიყოფებით ეს სიტუაციას წარმოვიდგინეთ და ის მთავარი ვინტელი მიეყენია შემოსვლას. ეს პირველი ზონა. გამოდივართ, ხო, გვასოს, ხო, ჩემი ვიდეოებიდან სად ვიმყოფებით და რატო ვიმყოფებით? ეს მართულებაც ეს არის მეორე ზონა, ხო? ახლა ვაგვირდებით, ხო? ხან ფარშე ერთი სააბაზანო და უკრინ დავით საზოგადოებას ხელი, მეორე სააბაზანო ის ხო აუცილებელი აგრეგატია და მესამე იქ სამზარეულო არის. აქაც მეორე, ხო? ტრონი. აქ ტრონი, ის არ ჩანს, ხო? ჩვენ ტერმინოლოგია. ის არ ჩანს, მაგრამ სადაა დავით? იმის ქვეშ, რის ქვეშ? ინსტალაციის ქვეშ, მაგრამ აი ეს ხო სენსორი. ეხლა ის სამზარეულოსაც გაჩვენებთ და მე აქ მას გამახორციელებ ზუსტად თუ ეს უკვე სიტუაცია იქნება წყლის გარღვევა განხორციელდა. ხო? თავარი ვინტელი, მოდი ამასაც წინასწარ გაჩვენებთ, რომ წარმოდგენა შეგექმნას. ესე იგი, თავარი წყლის, ცივი წყლის შემოსვლის ვინტელი აი ისაა, ის ზუსტად ხო, აკვადარაჯი რასაც ქვია. აი ეს არის ეს პატივცემული. ეს არის თავარი უნდა იყოს, ყოველთვის თავარი პირველი ანუ ამ შესაბამისობაში. მოდის ეხა ეგ წყალი, რავი, საერთოდ უნდა გავმარტყვითყო. მოდის და პირველი აქ მოდის სამზარეულოში. ხო, ეს აპლიკაციაში ყავს სხვადასხვა საყვანილი, ხო? და ამ შესაბამისობაში ამ შესაბამისობაში გვაქვს აი ესეთი სახით, ნახეთ, ხო? ოკეი. ხო, იმედია ჩანს, მოდი გავადიდებ ცოტა ჯერჯერობით. ფოკუსირება დავიჭეროთ, აი კიდეც გვაქვს გაწერილი უკვე სცენარი, ხო? სამზარეულო, აბაზანა დიდი, პატარა აბაზანა. აი ეს არის სცენარი უკვე შედგურა. ეხლა ეს უკვე ტელეფონში გვაქვს. ჩვენ სახში არ ვიყოფებით. ხო, წარმოვიდგინეთ ეხლა ეს სიტუაცია და ეს ეხლა გადავიტანოთ იქ სამზარეულოში თუნდაც, ხო? სამზარეულოშიც გვაქვს ეს სახე. სამზარეულო ზონა, ყველა სენსორი უნდა დალადეს ის, სადაც არის ალბათობა წყლის გაჟონვის. სადაა? სამზარეულოში. აი აქ ზუსტად ამის ქვეშ ეს პატივცემული გადაინაცვლებს, ხო, ესეც ქონას სხვადასხვა გამართებული, როცა ასე სიტუაცია არის, აი ეს არსებული მიმართულება სამზარეულოს უკანა კედელი უნდა იყოს მისული ჭიდროდ, ხო, პლოტრად ესეთი ტერმინოლოგია არის კედლამდე ჰიდროიზოლირებული, რომ იქ ჩამოსული წყალი მოხდეს აი პირველი საფეხური აქ რო აღიქვას ამ პატივცემულმა. და ამ შესაბამისობაში გადაინაცვლებს იქით. გადაინაცვლებს უკან, ვინაიდან წყალი პირველი პორცია უნდა აღიქვას ეგრევე და არა დაგვიანებით, რაღაც, ხო? ეხლა
განახორციელოთ აღქმა, ხო? მოხდა ეხა ეს სიტუაცია, მიდნავით ეხა ეს სიტუაცია რასაც დავითი განახორციელებს მოხდა ჩვენს გარეშე. ამ შესაბამისობაში ჩვენს გარეშე წყალი წამევიდა, თუ წამოვიდა როგორ იქნება სწორედ. ამანაც გამოცო ხომ პატაცებულმა. წყალში მოხდა თუ არა ეგრე. და აპლიკაციით უკვე ჩაირთო შესაბამისი ის ალგორითმი. რაც როგორც გვაქვს ჩვენ ატვირთული, თუ კი მოხდა გაჟობა, განახორციელა, წყალი უნდა ჩაიკეტოს. ვეროდებით ახლა. ეს რაღაც 15 წამი. მოგვივიდა შეტყობინება აბაზანა დიდი და წყალიც დაიკეტა. ხები, მეგონი რა ვიცი, ამაზე დიდი ახმა რაღაცა ჩარანაირად უნდა ჩავატაროთ, რომ ბევრს არ არის, ეს ეხლა განხორციელდება, ჩვენს გარეშე განხორციელდა. და თან ამასობაში შეტყობინება მოგვივიდა, რომ დიდ აბაზანაში მოხდა განხორციელდა გაჟონვა და წყალი თავის აღარ ჩაირთვება, ხო? არ ჩაირთვება, რა თქმა უნდა, ახლა სამში არ მიმყრობები და წყალი თუ ჩავთეთ, ამაზობაში და სენსორი ამუშავდა, მეგონი იგივეა, რომ რა ვიცი, ზემოდა სახაზო მანქანები დავიქირავა, დავითარა და პირდაპირ შემოუშვა წყალი. ეს ახლა მოხდა თვითონ ავტომატურად და თელ ფარში წყალი არსად აღარაა. ახლა მოდით კიდე ესეს ვაჩვენოთ, კაცო. წამონ დავით აბა, ახლა კიდე მიუშვი წყალი გვაქვს იქ? არა გვაქვს ვინაიდან ეს პატივცემული, აქ მოხდა გარღვევა, ევაკუირდებით, ხო წყალშია. ეს უკვე წყალშია, ხო? წყალშია, სანამ ეს პატივცემული სიმშრალეში არ აღმოჩნდება, ხო? ახლა სიმშრალეში ნიშნავს, რომ მოხდა გარღვევა აქ, წყალი, მაგრამ ეგრევე დაიკეტა. წარმოიდგინოთ ეხა ეს წყალი, რომ არ დაკეტილიყო რა, განხორციელდებოდა, ხო? კიდე ჯერ ვიზახი ტრაპი, არაფრის მომცემი არაა. ეს პატივცემული წყალი მოდის მე აი აქჯერ. ხო? სახში არა ვართ, ეს უნდა წარმოვიდგინოთ, ხო? მე იქ გადავა. იქ პარკეტი გვაქვს, იქ ლამინატი გვაქვს, ხო? და რა მოხდება ახლა მეგონი? თქვენ თორე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ხო? ჯერ მეზობლის რემონტს ვაკეთებთ. მე საკუთარ რემონტს გავაკეთებთ. და ამ შესაბამისობაში წყალი ეხა არსად აღარაა. ვინაიდან ეს პატივცემული აპლიკაციის მეშვეობით, ხო? ზუსტად აპლიკაციის და ჩვენს გარეშე, ხო? რაც გვაქვს იმითითებული უკვე. და შესაბამისი ლოგიკით და ალგორითმით დაიკეტა. დაიკენა და ამასობაში გვიჩვენებს კიდე, ხო? აი ახლა დათომ აიღო ის სენსორი, სიმშრალეზე გადადო, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ის პრობლემა უკვე აღმოვქვით და გვიჩვენებს, ხო? ნორმაში გვაქვს. ვინაიდან ის არსებული სენსორი წყალში აღარ იმყოფება. ესე იგი უკვე სიმშრალეა. შემდეგ შეგვიძლია ეს ავტომატურად თვითონ არ ჩაირთვება წყალი. ჩვენს გარეშე წყალი არ ჩაირთვება. შევდივართ მე შემდეგ პრინციპში უკვე სცენარებში და ამ სცენარებში მითითებული არის ზუსტად აი ეს ზუსტად სცენარები არის აკრეფილი. ხო? ატვირთული პროსტორად კი ბატონო პრინციპში. თქვენ ენაზე რომ გითხართ და შევდივართ და პრინციპში აი ამ პატივცემულზე დაკავშირებული არის ეგრეთ წოდებული აი ეს ჭკვიანი ჩამკეტი. ხო? და ამ შესაბამისობაში ჩვენ სახში არ ვიყოფებით კიდევ ერთი ვიზახი. ლოიკურიცაა წყალი არ ჩავთოთ, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ხო ახლა გჭირდება წყალი. და ასე შემდეგ შეგვიძლია პრინციპში ხა ეს უკვე ვინაიდან სენსორმა აღიქვა და გავხსნათ. გავხსნათ ამასობაში პრინციპში და რამდენი პროცენტად ხო ამასობაში ამასაც მიგვითითებს ეს არსებული შეგვიძლია გავხსნათ მაქსიმალურად. გავხსნით მაქსიმალურად ვინტილს და წყალი წამოვა, ხო? რა სასწაულები ხდება რა, კაია. დაუბრუნდა წყალი ფარს. თვითონ ხო, ჩვენი ჩარევის გარეშე, ჩვენ ხოლმე პრინციპში ვაკონტროლებთ, ხო, სხვადასხვა შეგვიძლია პრინციპში ეს კიდეს გავაჩეროთ პროცენტულად. ხო? 100%-იანი თარიღოს იყოს დაუშვათ პრინციპში მითითებული 10% და ჯერ დაიტესტოს, ხო? სახში არ უყოფებით შეიძლება ეს სიტუაციაც იყოს, მოვიდა ჭიჭიკო, გაარემონტა, მაგრამ ჩვენ კიდე ეჭვ გვეპარება. შეგვიძლია შევუშვათ 10%. ანუ თქვენად არ გაიქცას წყალი. დავწუნეთ იმაში, რომ ყველაფერი იგზია და შემდეგ უკვე გავხსნათ 100%-იანი ეგრეთ წოდებული მითითებით. ხო? არსებული სენსორები, აი იმას წარმოადგენს. ხო? რა ვიცი, მეგონი ამაზე ვკაფილ, რა ვიცი, მაგალითი. მეგონი არაფერი არ იქნება, ხო? ამ სიტუაციაში წყალი გვაქვს უკვე ჩვეულ რეჟიმში. ვინტილი მთლიანად გახსნილია 100%-იანი ეგრეთ წოდებული მითითებით და ამასობაში შესაბამისი ალგორითმის, აი აბაზანა დიდი, სადაც იყო გარღვევა კიდე ერთი ვიზახი, არის სიმშრალე, ვინაიდან მოგვარდა, ეს თქვენაზე ნიშნავს იმას, რომ მოგვარდა პრობლემა, წყლის გაჟონვა ახორციელდება იმ სექტორში, კონკრეტულად დიდ აბაზანაში, ხო, რაც მითითებული გვაქვს კი ბატონო ამ შესაბამისობაში, დიდ აბაზანაში, პატარა აბაზანა, სამზარეულო, სამი ზონაში არსებული სენსორები არის განლაგებული, იქ სადაც შეიძლება ეს ალბათობა განხორციელდეს. ხო, რა ვიცი. არსებობს მეგონი ამაზე უკეთესი არაფერი, რასაც კი უსაფრთხოება, მეგონი ნომერ პირველი იქნება, აი. ვაგვიქით ხო, ახლა ეს ისაა, იმას ნიშნავს, რომ ეს მოვასუფთავეთ, მოვაგვარეთ პრობლემა, ან იქიდან განხორციელდა გაჟონვა, ან აქედან ჰიგიენურიდან. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ხო?
არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სენსორი აღმოჩნდა სიმშრალეში. ამას ნიშნავს ის, რომ მოგვარდა იქ პრობლემა და გარღვევა აღარაა. იგივეაერად მესამე სექტორშიც. ვინაიდან სექტორულად არის მითითებული და სექტორულად გვიჩვენებს აი ეს პატარა სააბაზანოები. აი ზუსტად იმ სენსორზე აყვანილი, შემდეგი დიდი სააბაზანო და სამზარეულო. თავარი მითითა ყველაფერი დაკავშირებული. რა ვიცი, ასეთ გემრიელ ნოტაზე, როგორც ყოველთვის. კიდევ ეჯე და ეჯე, კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.